4-5 უნდა ჩემპიონთა ლიგა უნდა მირჩი. ეგეც მახსოვდა ასე რომ ლივერპულმა მოიგო და შესაბამისად იმართლა 30-ში მაგას არ ველოდი, უფრო მაილში ველოდი, მაგრამ ეტყობართულად იყო კითხვა დაწერე. 82 რო გაიგო როსიზე დაებინდა ეგრე. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პრესინგის ნახევარფინალს, სადაც საუკეთესო მოთამაშეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტის საჩუქრის მოსაგებად, რომელიც გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზური. დღევანდელ ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლადო ლომიძე, გაბრიელ ბერაძე და ილია შარმანაშვილი. მოგესალმებით. არის მეგობრებო მზადყოფნა. კი, არის. დავიწყოთ პირველი რაუნდი შეტევა. პირველად ამ თამაშის ისტორიაში მეგობრებო, პირველი რაუნდი იქნება განსხვავებული ნახევარფინალში და იქნება შემდეგი. თქვენს წინაშე გამოჩნდება 4 სხვადასხვა ტურნირი, ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა და გააჩნია რომელს არჩევთ. თუ არჩევთ მაგალითად პრემიერ ლიგას, პრემიერ ლიგის არჩევის შემთხვევაში თქვენს წინაშე გამოჩნდება იმ სეზონის, კონკრეტული სეზონის მთლიანი ბადე და უნდა გამოიცნოთ შემდეგ გუნდები, რომლებიც მონაწილეობდნენ. რაც უფრო მაღალ პოზიციაზე გასულ გუნდს იტყვით, უფრო ნაკლებ გულას მიიღებთ, მის პოზიციის შესაბამის გულას მიიღებთ, ხოლო თუ აირჩევთ ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიოს ჩემპიონატს ან ჩემპიონთა ლიგას, გაიხსნება მერვედფინალი და მერვედფინალიდან ფინალამდე ბადე. უნდა გამოიცნოთ ამ შემთხვევაში წყვილები, რომლებმაც ერთმანეთში ითამაშეს, თუ გამოიცნოთ მერვედფინალისტებს აიღებთ 5 გულას, მეოთხედფინალისტებზე 3 გულას, ნახევარფინალისტებზე 1 გულას. ფინალისტებზე და მატჩი მესამე ადგილში მონაწილე გუნდებზე გულას ვერ აიღებთ, პირიქით გაგიხსნით, რომ წარმოდგენა გქონდეთ რა ჩემპიონატზეა საუბარი. მზად ვართ? დიახ. მაშინ დავიწყოთ. დღევანდელი თემებია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2005 წლების ჩემპიონთა ლიგა და 2016-17 წლების სეზონი პრემიერ ლიგაში. ვინ დაბლოკავს პირველი? მე დავიწყებ. ევრო 2020 დავბლოკო. ევრო 20 დაიბლოკა. გაბრიელ? პრემიერ ლიგა 16-17. პრემიერ ლიგა 16-17. 2010 მსოფლიო თუ ჩემპიონთა ლიგა 2004-5 წლების. მოდი მსოფლიოზე ვითამაშოთ. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეგობრებო, რომელიც ესპანეთმა მოიგო, ჰოლანდიას მოუგო, ანგარიშით 1-0. დაანჩენი ყველაფერი თქვენ უნდა გამოიცნოთ. მატჩი მესამე ადგილს მნიშვნელობა არა აქვს, საერთოდ ამოღებული გვაქვს. კიდევ ერთხელ გეუბნებით. ნახევარფინალის გამოცნობა წყვილის არის 1 გულა, მეოთხედფინალური წყვილის გამოცნობა არის 3, ხოლო მერვედფინალური წყვილის 5 გულა. ბოლოს დაბლოკა ილიამ, შესაბამისად ილია დაიწყებს. მოდი დავიწყებ მეოთხედფინალით. დავიტყვი ურუგვაი განას. ნამდვილად ურუგვაი განა იყო ერთ-ერთი წყვილი. ეს არის 3 გულა. ლადო. მე ვიტყვი მერვედფინალს. ბრაზილია ჩილე. ბრაზილია ჩილე, ნამდვილად იყო ესეთი მერვედფინალი და ეს არის 5 გულა. მეც მერვედფინალს ვიტყვი, ესპანეთი პორტუგალია. ესპანეთი პორტუგალია იყო ნამდვილად მერვედფინალი, ესეც 5 გულაა. ილია? ისე მეოთხედფინალს ვიტყვი. ესპანეთი პარაგვაი. ნამდვილად. ლიუ 3 გულა. ლადო? იყოს ნახევარფინალი ჰოლანდია ურუგვაი. ესეც სწორი პასუხია 1 გულა. მე ისევ მერვედფინალებში დავრჩები, ფრენკ ლამპარდის ცნობილი გოლი და ინგლისი გერმანია. ნამდვილად ამ სოფლიოზე მოხდა ეს ყველაფერი და ესეც 5 გულაა. ეგ გოლი რო ჩაეთვალათ, ვინ იცის? ილია? ისე მეოთხედფინალს ვიტყვი. არგენტინა, გერმანია. ნამდვილად ესეც სწორია. ლიუ 3 გულა. თურმე ზეპირად გწოდიათ ეს სოფლიო. ლადო? იყოს მეოთხედფინალი ჰოლანდია ბრაზილია. ჰოლანდია ბრაზილიაც სწორია. ეს 3 გულაა. მე მერვედფინალებში დავრჩები არგენტინა, მექსიკა.
არგენტინა მექსიკას სწორი პასუხია და ესეც +5 ქულა. აი ნახევარფინალს ვიტყვი. გერმანია, ესპანეთი. სწორია, +1 ქულა. ლადო? სტრაიკი, გავატარებ. სტრაიკი. კაი, რამე ფინალები დაგვრჩა. ჰოლანდია, სლოვაკეთი. სწორი პასუხია +5 ქულა. ორმე ზეპირადიცის გაბრიელმა FIFA-ს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წყვილები და აი რატომ დაბლოკა პრემიერ ლიგა. ილია? ზუსტად არ მახსოვს ეგ მე მგონია გაიყო. თქვი რა მნიშვნელობა აქვს არ ის მე ხო ურუგვაი სამხრეთ კორეა. +5 ქულა. ლადო? სტრაიკი. მეორე სტრაიკი ლადოს. პარაგვაი, იაპონია. პარაგვაი, იაპონია, ესეც +5 ქულა. +5. ის დარჩა, ერთი შეხვედრა დარჩა, მაგრამ ის დაუპირს პრინტ და მაგას ეგა. დიდად არაფერს არ ცვლის ეს ბოლო თამაში, იმიტომ რომ რომს გასტრაიკდე და ლადომ რომ წაიღოს 5 ქულა, მაინც მესამე ადგილზე გადის და სრულიად იხსნება. ამიტომ რაც გინდა თქვი უბრალოდ განას ოპონენტი არ მახსოვს. განას ოპონენტი აგერ ემახსოვრება გაბრიელზე. განა შეერთებული შტატები. ნამდვილად განა შეერთებული შტატები იყო მეგობრებო. ამით დასრულდა პირველი რაუნდი. 50 ქულა აქვს გაბრიელს, 30 ქულა აქვს ილიას, ლადოს ჯერჯერობით ქულა არ აქვს. ეხლა გასაგებია გაბრიელმა რატო დაბლოკა პრემიერ ლიგა. თურმე ზეპირად წნია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ეგეც მახსოვდა ასე რომ ლივერპულმა მოიგო და შესაბამისად აგი მახსოვდება ხო? ამით მეგობრებო, პირველი რაუნდი დასრულდა. გადავინაცვლოთ ჰეინეკენის რაუნდში ტაქტიკოსი. ჰეინეკენის რაუნდი მეგობრებო, ტაქტიკოსი, აქ წესები უცვლელია. თქვენს წინაშე გამოჩნდება 5 სხვადასხვა თემა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ იქნება გაერთიანებული, როგორც ამ სეზონში უკვე შეეჩვია მაყურებელი. იქნება თითოეულ შეკითხვაში, თითოეულ თემაში უკაცრავად 3 სხვადასხვა ქულის მქონე შეკითხვა. თქვენ აირჩევთ რიგრიგობით. ვინც ირჩევს, იმას აქვს უპირატესობა პასუხზე და ანჩენ 40 თამაშეს შეუძლია რომ დასწრებაზე ითამაშოს, მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებენ, რაც ვინც კითხვა აირჩია, ის მოთამაშე უპასუხებს და არასწორი იქნება და თუ შემდეგ დასწრებაზე არასწორად უპასუხებენ სხვა მოთამაშეები, ისინი მინუსდებიან, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ქულიანი იქნება შეკითხვა, მაინც -10 ქულაა. ხოლო პლუსის შემთხვევაში რამდენ ქულიანიცა შეკითხვა, იმდენ ქულას აიღებენ. დღევანდელი თემა, მთავარი თემა არის მეგობრებო, ასტროფიზიკა და არა მხოლოდ, ანუ ფიზიკაც. ეხლა თემებს გეტყვით. პირველი არის დიდი მიმზიდველი, great attractor, აქ არის ფეხბურთის მიმზიდველობაზე, მიმზიდველ ადამიანებზე და ასე შემდეგ ეს თემა. მეორე არის მზის სისტემა, მზის სისტემაში რაც შედის, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს პასუხი. სახელი რა თქმა უნდა, თორე სინამდვილეში არ შეგეკითხებით ვინმეს რომელიმე პლანეტის თანამგზავრს. კვარკები, ანუ ყველაზე პატარა ელემენტები და ყველაზე პატარა ფეხბურთელებზეა ეს თემა. შავი ხვრელი და აქ იქნება რაღაც შავთან დაკავშირებული შეიძლება ფერთან ან ვიღაცის კარიერაში რაღაც ბნელთან და ობედითთან და მესამე არის სამი სხეულის პრობლემა. სამი სხეულის პრობლემა, ანუ რაღაცა კითხვა იქნება, სადაც 3 ადამიანი არის ჩართული, შეიძლება პასუხი იყოს, სადაც 3 ადამიანს გეკითხებოდეთ, ან შეიძლება სადღაც კითხვაში იყოს მოცემული, რომ ვიღაც 3 ადამიანის კონფლიქტი იყოს. მოკლედ გასაგებია მეტნაკლებად. და გაბრიელ ტრადიციულად წინა რაუნდის გამარჯვებული იწყებს მეორე რაუნდს და მოდი იყოს კვარკები 20. კვარკები 20. ევროპის ჩემპიონი ეს იტალიელი ფეხბურთელი სანამ კონტინენტს დატოვებდა სერიაში მხოლოდ ერთი კლუბის მაისურით გამოდიოდა. შესანიშნავ ფეხბურთელს დღეს უკვე კანადელები ხომაგობენ. ლორენცო ინსინი. +20 ქულა. აი გამოგრძელოთ ეგ თემა და 10-იანს ავირჩევთ. 10-იან. ეს ფეხბურთელი ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამასთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორი და წლებია ეროვნული ნაკრების კაპიტანია. 2016 წლის ევროპაზე. ხო, ჯერიდან შაკირი. +10 ქულა. ლადო. იყოს მზის სისტემა 20. მზის სისტემა 20.
ამ ფეხბურთელის გვარი სკანდინავიურად რომ წაიკითხოთ, იფიქრეთ მთვარე ჰქვიაო. ინგლისში 6 დაუვიწყარი წელი გაატარა, რა დროსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. დღეს კი საუდის არაბეთში თამაშობს. ნაკრებთან ერთად 2021 წელს აფრიკის თასი მოიგო. იყო სადიო მანე. სწორია, სადიო მანეა. გაბრიელ? დიდი მიმზიდველი 20. დიდი მიმზიდველი 20. ის რაც საბოლოოდ ჩვენს სამყარო შეიწირავს მეგობრებო. ეს მართლა ესე მოხდება რამდენიმე ასეული მილიარდი წლის შემდეგ. 90-იანი წლების მიწურულს ამ ნაკრებისთვის შექმნილი ლოტოს ეს ფორმა ნამდვილი შედევრი გამოვიდა. მაისურის მარჯვენა მხარეს გაშრილი ქვეყნის დროშის დიზაინით გუნდმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის შემოქმედი გახდა. ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა არის ჩემი მოკრძალებული აზრით. სენსაც ხორვატია მახსენდება. ხორვატია არის. 98 წლის მსოფლიოზე მათი გამოსვლა სენსაციაა და მარჯვენა მხარეს დროშის ეს კუბოკრულის გადმოდიოდა. ლეოს ოციკულა. ილია. შავ ხვრელს ავირჩევ 20-იანს. შავი ხვრელი. რაც წარმოიდგენდა შავი ხვრელი, როდესაც მე ვინმე აირჩევდა. სახელმა არ მოგატყუოთ, ჩემპიონთა თასის მფლობელი ეს კლუბი ერთი დიდი მასიური შავი ხვრელია, რომელიც ქვეყანაში ყველა წარმატებას და სიხარულს იზიდავს. წარმოიდგინეთ, 2020-21 წლების სეზონებიდან მოყოლებული ჩემპიონატში მხოლოდ 4 თამაში აქვს წაგებული. როცა ამ კითხვას წერდი, ყოველ შემთხვევაში 4 ქონდა, შეიძლება მას შემდეგ წააგო კიდე 1-2. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 5 წელში აქვს 4 თამაში წაგებული, ცოტა ეჭვმეპარება. რადგან არავინ პასუხობთ, გეტყვით მეგობრებო. ჯერ არ მithქოს, ბოდიში. უკაცრავად. რაღაცას ვიტყვი. სტეაუა იყოს, მაგრამ არ იქნება. სტეაუ არ არის, თუმცა რაღაც ტერიტორიულად მეტნაკლებად ახლოს ხარ. სახელმა არ მოგატყუოთ, არის Red Star-ი, წითელი ვარსკვლავი. ჩვენა ზვეზდა არის, მეგობრებო, ეს გუნდი Red Star-ი იგივე, რომელსაც 2 ჩემპიონატი ისე აქვს მოგებული, რომ თამაში არ წაუგია. ერთ ჩემპიონატში წააგო 3 თამაში, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს და კიდე ერთში 1. ბოლო წლებში. ლადო აი ბოლო 20 ქულიანი გავხსნათ 3 სხეულის. 3 სხეულის პრობლემა. ამბობენ, ამ 3 სხეულის პრობლემა ჩელსიში დაიწყო. სადაც ფეხბურთელები თანაგუნდელები იყვნენ. ერთმა მეორის გელფრენდთან ფარული რომანი გააჩაღა, რომელიც წლების შემდეგ ამ გოგოსთან ქორწილით დაასრულა. უნდა დამისახელოთ ეს 2 ფეხბურთელი. ტერი და ბრიჯი ალბათ. არა, ტიბო კურტუა და კევინ დე ბრუინი. ეს პლუს 20 ხულაა. კიდე კაი ტერი და ბრიჯი უპასუხეთ, თორემ ეს მაგას ვაპირებდი. პარკები 30. კვარკები. ყველაზე პატარები. დღეს ათენის კალითიას ფეხბურთელმა 2013 წელს გიორგი ლორიას გაუტანა. 40 წლის ნახევარმცველს კარიერაზე უფრო ხმაურიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. მატიო ალბუენა. ლეოს 30 ქულა. სიმართლე რომ თქვა 30-ში მაგას არ ველოდი, უფრო მაილში ველოდი, მაგრამ ეტყობართულად იყო კითხვა დაწერილი. თვითონ ფეხბურთელი ყველა მარტივი პასუხი არის, კითხვა როგორაა შედგენილი ისაა ხოლმე მთელი მოღა. კალითიაში რო თამაშობს, მე არ ვიცოდი. მიხარია რომ თქვენ იცით. არა, ეგ არც არ ვიცი. არა, ეს უბრალოდ ვალბუენო რო დაბალი იყო, მაგიტო ველოდი, თორე უფრო იულში. მოდი, ავირჩევ. აი, ზის სისტემა იყოს 10-იანი. ზის სისტემა 10. აფრიკაანსულად მზე ამ ფეხბურთელის გვარივით იკითხება. თავად ეს შემტევი აზიელია და პროფესიონალური კარიერა ჰამბურგში დაიწყო. როგორც მისი აგენტი ამბობს, გერმანული ენა სპანჯბობის ყურებით ისწავლა. სონი. რა თქმა უნდა, სონია. სონი. პლუს 10 ქულა. კიდე გაი. ლადო? ცოტა უნდა ამოვკაჩო ალბათ ხო? იმ კიდე 2 რაუნდია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია საქმის კეთება ეხა დაიწყო. აი, შავი თემა იყოს 30-იანი. შავი თემა.
შავი ხვრელი 30, ხო? კი. ეს გუნდი ფერადი მაისურებით დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ 2018 წელს სრულიად შავი ფორმა გამოუშვეს, რომელიც უდიდეს ჰიტად და სხვა კლუბებისთვის ინსპირაციად იქცა. იმ სეზონში ეს სკანდინავიური გუნდი ჯერჯერობით ისტორიაში ბოლოჯერ ჩემპიონი გახდა საკუთარი ქვეყნის. მთლიანად შავი ფორმა გამოუშვეს, აი ულამაზესი ფორმა არის. იყოს როსენბურგი. არა, როსენბურგი არ არის, აიკი არის სწორი პასუხი. აბა, შემდეგი? დიდი მიმზიდველი 30. დიდი მიმზიდველი 30. 1996-17 წლების პრემიერ ლიგაში ამ გუნდის პერფორმანსი ერთი დიდი უცნაურობა იყო. შეტევაში გუნდი მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა, აი დაცვაში კი დაუჯერებელ შეცდომებს უშვებდნენ. სეზონის სტარტზე გუნდი ევროტურნირებზე გასვლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. საბოლოოდ კი პრემიერ ლიგიდან გავარდა, ორივე თასის ფინალი ითამაშა და ორივე წააგო. ორივე თასს გულისხმობ შიდა თასებს, ინგლისურ თასებს და არა გარე თასებს. მოდი იყოს Manchester City. არა, Manchester City არ არის, ამ სეზონის სტარტზე რავანელი დაიმატა მიცხრომ და იმედი ჰქონდათ, რომ მინიმუმ 6 ეულისთვის იბრძოლებდნენ. საბოლოოდ კი გავარდნენ საერთოდ. სპორტს მიფიქრი ასე. ზის სისტემას დავამთავრებ. ზის სისტემა დავამთავროთ. და დავამთავროთ ჩვენი ცხოვრებაც ამით. ბარი. ეს ურანის სიდიდით მეოთხე მთვარეა, რომელსაც სახელი უილიამ შექსპირის პოემის პერსონაჟის ცის სულის საპატივცემულოდ დაარქვეს. იგივე სახელი ჰქვია დისნის პერსონაჟსა და არგენტინის ნაკრების ყოფილ 10 ნომერს. ხო. არიელ ურტიგა. ლეოს 30. ლადო. სამის ხეულის პრობლემა 30. სამის ხეული 30. მეტოქეთათვის პრობლემურ სამეულებზე საუბრისას ამ ტრიოს იშვიათად რომ ვინმე ახსენებდეს. არა და 2015-16 წლებში 85 გოლი გაიტანეს და ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ. ეს მოთამაშეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. გეტყვით რომ ამ სეზონის შემდეგ ერთ-ერთი პრობლემა მანჩესტერში წავიდა. იუნაიტედში. იყოს აი სონი კეინი და ერიქსენი იყოს. არა რა თქმა უნდა ეს მეც გამიკვირდა როცა ეს აღმოვაჩინე, იმიტომ რომ როგორც სამი ვინ არის ვეღარ ვიხსენე. ვისკულის ვინ გონია? არა, არ არის. მახრეზი ვიფიქრე, მაგრამ არ არის. არა. როგორც წესი ეს მსგავსი სიები რო ნახოთ, ლისტები რო ნახოთ, სუარი, ნეიმარი, მესი, სუარესის სამეული, ან მერე PSG-ს სამეული და ესენი არიან მეგობრებო მხითარიანი, როისი და ობამეიანგი. აუ. საოცარი სეზონი ხდება. კი, ძალიან კაი სეზონი იყო. მაგას ვიხსენებდი Manchester-ში ვინ გადავიდათ ხო? მხითარიანი წავიდა. ეხო ეგ ვერ გავიხსენეთ, რომ მხითარიანი როგორ ხსენებოდა? აბა? გაბრიელ? იყოს დიდი მიმზიდველი 10. დიდი მიმზიდველი 10. ინტერნეტში ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონს ფეხბურთზე მეტად მხოლოდ ერთი რამ, სექსი იზიდავდა. ლეგენდის მიხედვით 100-ზე მეტი პარტნიორი ჰყავდა და ვაჟიშვილობა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, თხასთან დაკარგა. ბოტაფოგოსა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა 59 წლის ასაკში შეიწირა. გარინჩა. ლეოს ათიკულა. კიდე კარგად იცხოვრა ისეთები აქ ნაგეთები. შავი ხვრელი ამოვწურთ. შავი ხვრელი. გალაქტიკური ბრძოლა, რომელიც ერთი ადამიანის შავი ხვრელის ხელა ეგომ შეიწირა. გარდიანზე გამოქვეყნებული ეს სტატია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ თამაშს ეძღვნება. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის მოედანზე ყოფნამ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებით სავსე გუნდისთვის ძალიან ცუდი საქმე გააკეთა. ტონი კროსი ვიტყვი. არასწორია, ლადო? ფეხბურთელი უნდა თქვა? კი, ფეხბურთელი. კრისტიანო რონალდო. კრისტიანო რონალდოა. ნამდვილად. პლუსათი. რა მეთქი. და დაგვრჩა ერთი შეკითხვა და დავსვამო შეკითხვას. რონალდო უნდა იყოს. სამის ხეულის პრობლემა. 10 ქულიანი. ჩემპიონატში ამ სამი გუნდის დომინაცია მხოლოდ ორჯერ დაირღვა. სხვა ყველა ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ ეს სამი პრობლემა გახდა. სამივე უნდა დამისახელოთ. სამივე გუნდიანო. ანუ შიდა ჩემპიონატში მარტო ორჯერ მოიგო სხვა კლუბმა. სხვადასხვა არის ორივე, თითო-თითოჯერ აქვს და დანარჩენი ყველა ამათია.
მაინც. მაშინ გაბრიელი გვიპასუხებს. პორტო სპორტინგი და ბენფიკა. რა თქმა უნდა. პლუს 10 ქულა. ამით დასრულდა მეგობრებო ჰეინეკენის რაუნდი. 160 ქულა გაბრიელს, 80 ქულა ილიას, 30 ქულა ლადოს და გადავდივართ მესამე რაუნდში კონტრიერიში. მესამე რაუნდში თქვენს წინ თითო-თითოდ, რა თქმა უნდა, გაიხსნება 10 შეკითხვა, დასწრებაზე არის თამაში. სწორად თუ უპასუხებთ, ეს იქნება პლუს 20 ქულა, არასწორი პასუხი მინუს 10 ქულა. თუ ორმა ადამიანმა არასწორად უპასუხა დასწრებაზე, რა თქმა უნდა, მესამესაც შეუძლია შემდეგ უპასუხოს. დავიწყოთ დღევანდელი მესამე რაუნდის კონტრიერიშის თავარი თემაა არის უпростоრეთ დამატებითი დრო. დამატებით დროს ვითამაშებთ მეგობრებო. რომელიც ასევე ჩვენი ძალიან კარგი გადაცემა, შეგიძლიათ ყოველ შაბათს უყუროთ. პირველი შეკითხვა. ამ მოთამაშემ მუნდიალის ფინალში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შეცვალა. შეცვალზე შემოსულა. ილია მარიო გეტს. პლუს 10, 20. პლუს 20. დამატებით დროში გატანილი დუბლი კოლუმბიის ნაკრების კარში და როჟე მილა. პლუს 20. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ მე დამელოდოთ. დამატებითი დრო პირველად ჩემპიონთა თასის გათამაშების მესამე ფინალში დაინიშნა. მადრიდის რეალმა მილანს სძლია 3-2 და ეს მათი მესამე ჩემპიონობა იყო. დაგვისახელეთ 107 წუთზე გამარჯვების გოლის გამტანი ესპანელი. ეს არ გახსოვთ და ის კარგად იცით 2010 წლის ოფლიოზე რა ხდებოდა. პასუხია მეგობრებო ფრანცისკო ხენტო. 1968 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, თუმცა დამატებითი დროის პირველ 9 წუთში მანჩესტერ იუნაიტედმა ჩალტონის ბესტისა და კიდის გოლებით ცრუმორწმუნე მეტოქე გაანადგურა. დაგვისახელეთ მეტოქე. ლისაბონის ბენფიკა. ლისაბონის ბენფიკა სწორია. შემდეგი მეხუთე შეკითხვა. ჩემპიონთა თასის ბოლო გათამაშება და საკუთარ ისტორიაში პირველი დიდი ტიტული კატალონიის ბარსელონამ დამატებით დროში. ამ მოთამაშის რონალდ კუმანი. რონალდ კუმანი. ბიჭო ვერ გაიგებდი რა იყო ანუ კითხვა. იმას ვიტყოდი კუმანის გულით მეგობრებო სამპდორიასთან მეთქე რაღაცას რა ვიცი. ისა ეგ ითვლება? ლიან პასუხი თუ გამეცი ეგრე. აი. 93 ეს რიცხვი ამ მოთამაშისთვის ძალიან ბევრს. ლადო? სერხიო რამოს. პლუს 20. 2009 წლის აგვისტოში ესპანიოლის კაპიტანი დანი ხარკე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოვლენიდან თითქმის 1 წლის თავზე. ლადო? ანდრეს ინიესტა. პლუს 20. სოფლიო ჩემპიონატამდე მოთელვა ამ მოთამაშემ 2010 წლის მაისში გააკეთა. ფორლან. ბრავო, პლუს 20 ქულა. რა მოთელვაზე იყო საუბარი ის ჯაბულანი შეისწავლა რა. არა, დამატებით დროში გაუტანა ლივერპულს თუ სწორად მახსოვს. კი, ფულემს გაუტანა. ფულემს. ფულემს კი ბატონო. ატლეტიკო ფულემი იყო ფინალი. ფინალი კი. ოჩახ მეგობრებო. მეცხრე შეკითხვა. გასული სეზონის კონფერენს ლიგის ფინალი. ოლიმპიაკოსი ფიორენტინა იყო, სადაც დამატებით დროში ამ ფორვარდმა ელ კაბუ. პლუს 20. ასე ვიყოდები. მეათე. ევროპის ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა. გაიხსენეთ აღნიშნული ფინალის მონაწილე გუნდები. საბჭოთა კავშირი იუგოსლავია. პლუს 20 ქულა. მესამე რაუნდი ამით დასრულდა მეგობრებო. გაბრიელი 260, ილია 120 ქულა, ლადო 70. ვიწყებთ ბოლო თავს. ვიწყებთ მეოთხე რაუნდს ბოლო თავი. სანამ ამ რაუნდის წესებს ახსნი გეტყვით, რომ აქამდე ისე მოვედით, 3 რაუნდი ისე გავიარეთ, რომ არც ერთ თქვენგანს მინუს ქულა არ აუღია, რაც თუ არ ვცდები საერთოდ პირველად მოხდა პრესინგის ისტორიაში. რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, აქ წესები ისე უცვლელია, ბოლო თავი ისევ 10 ფეხბურთელის ისტორიას მოგვიყვება, სადაც პირველ მინიშნებაზე სწორი პასუხი იქნება პლუს 50 ქულა და არასწორი პასუხი მინუს 10 ქულა, მეორეზე მინიშნებაზე სწორი პასუხი პლუს 40 მინუს 20 და ასე შემდეგ. მოკლედ, იცით წესები და დავიწყოთ. პირველი ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. ფროზინონესთან ულამაზესი გოლი დარტყმა იყო თუ ჩაწოდება ძნელი სათქმელია. ვაგებ უნდა გავრისკო. ლადო? გარი იქნება. არა. აი ანტონიო კანდრევა.
-10 ქულა. ლეჩე იყო. მეორე. კაცი, რომელსაც შეურაცხყოფელი სიმღერის გამო მილანის ფანები ენის გადაყლაპვით ემუქრებოდნენ. ენას გადაგაყლაპებდნენ. მესამე. ბავშვობიდან ინტერის კომაგი. მეოთხე. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იტალიელი. მეხუთე. იტალიის მარცხენა ფლანგის მცველი. ფედე დი მარკო. ლეოს 10 ქულა. კონდიამერია ლეჩესთან გავიტანა. მეორე ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. ის არც კიშლოვსკის საყვარელი კომპოზიტორია და არც ჯიმი კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. მეორე. ის ღამის მშვენიერება იყო. ღამის მშვენიერება მის ზედმეტსახელი არის, ესე შეარქვეს. მესამე. კაცი, რომელმაც 1982 წელს იტალიასთან ნახევარფინალი გამოტოვა. სიტყვას ლადო. არა. ყულა დავაჭირა. გავატრეთ. -20. მეოთხე. ტრაპატონისთან ერთდროულად ზბიგნევ ბონიეკი. ბონიეკს და ლიატოს შორის ვიყავი და სწორია, +20 ქულა. ზბიგნევ პრაისნერი და ბჟეჟინსკი იყო პირველ მინიშნებაში. გროსიზე და ო. 82 რო გაიგო როსიზე დაებინდა ეგრე. მანთან იტალიასთან. შემდეგი. მამა პრინცი ნიგერიიდან, დედა ფილიპინელი ექთანი. თუ არ ვწდები, ეს უნდა იყოს დავით ალაბა. ნამდვილად არ ცდები, +50 ქულა. ბრავო. მართლა პრინცი ყავს, მამამისი, ან მართლა პრინცი არის ნიგერიიდან და დედა ფილიპინელი ექთანია. შემდეგი. მეოთხე შეკითხვა, პირველი მინიშნება. გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. მეორე მინიშნება. კაცი, რომელსაც საფრანგეთის სიყვარულით მშობლებმა ფრანგული სახელი დაარქვეს. ლადო? პიერ ლიტბარსკი. +40 ქულა. ნამდვილად. შემდეგი. ასტონ ვილას ლეგენდარულ კოლუმბიელს ბლონდის ჰიტი რომ დაეწერა. ასტონ ვილაში კოლუმბიელი რა ვიცი, ანხელი მახსოვს მარტო. მას რო დაეწერა თქო, ანუ ვიღაც სხვა არ პასუხი. პასუხი? ხუან პაბლო ანხელი. -10. მეორე. როსარიოელმა კოპა ამერიკა მოიგო და ნაკრებიდან წავიდა. დი მარია? ანხელ დი მარია, ბლონდის ჰიტი მარია არის. +40 ქულა. ხუთი შეკითხვის შემდეგ გაბრიელი 290 ქულა, ილია 210 ქულა, ლადო 60 ქულა. 250 ქულა კიდე გვაქვს წინ. გამზადებული. ასე რომ მომემზადეთ. პირველი მინიშნება. ევროპული გზა გენტიდან ინგლისში. მეორე. 2018-ში საქართველოს თქვა შეიძლება? კი. ჩაკვეტაზე. +40. ინგლისამდე გერმანია. მეშვიდე. რენესანსის ეპოქის მხატვარი ესტონურად ყველაზე ადრეულია. მეორე მინიშნება. რეალში 10 წელში მოგებული 18 ჯილდო. მადრიდის რეალს გულისხმობ.
Real Sociedad-ი რო არ ეგონოს ხელს. მესამე 2018 წლის მსოფლიოზე ურუგვაის წინააღმდეგ გოლი მეოთხედ ფინალში. რაფა ვარანი. +20. რაფაელი არის მეგობრებო ის მხატვარი. მერვე ერთადერთი ვისაც ევროპის სუპერთაზე ჰეტრიკი შეუსრულებია. რადამელ ფალკაო. ფალკაო, სწორი პასუხია, +50 ქულა გაბრიელს და მეგობრებო, დარჩენილ ორ შეკითხვას აღარ აქვს მნიშვნელობა, გაბრიელ, გილოცავ ფინალში გადასვლას. შემიფასეთ თამაში, რას ფიქრობთ, რა არ მოგეწონათ, საკუთარი თავით რომ უკმაყოფილო იქნებით, ვინც აგეთ, ვიცით, რამე სხვა მითხარით. ლადო, კარგი თამაში იყო როგორც ყოველთვის, ძალიან კაი კითხვები იყო, საინტერესო მინიშნებებით, დახოცილი ფორმულირებებით. გავერთეთ, ვისი ამოვნეთ, გაბრიელს ულოცავ და წარმატებებს უსურვებ ფინალშიც. მე წინა თამაში რამდენიმე კითხვაზე სისტრაფესთან დაკავშირებით პრობლემები შეექნა, იმიტომ რომ რამდენჯერმე დამასწრო გიორგიმ და მაგრამ ბოლოსში გამიმართლა და მაინც მოვიგე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაბრიელმა დაგვიანებები არ მოპატია და გამოიცა და დავსახურებულად გაიმარჯვა. მადლობა. პირველ რიგში მადლობა ძალიან კაი კითხვებისთვის. მადლობა მოწინააღმდეგეებს ძალიან კარგი თამაშისთვის. მეოთხე ფინალის განსხვავებით ჩემი თავითაც დღეს შედარებით მაყოფილი ვარ. კარგად წამივიდა თამაში, განსაკუთრებით მეორე და მესამე ტურში. მადლობა მეგობრებო. ჩვენ კი გაბრიელს შევხვდებით ერთმანეთს ფინალში. აბა დროებით. Toti!